ქვეყნის მთავარ გამზირზე შეკრება აქციის მონაწილეებმა უკვე დაიწყეს. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, სტუდენტები და სასულიერო პირები ისევ დგანან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც ერთი წლის წინ დაიწყო უწყვეტი პროტესტი, მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომელმაც საზოგადოება ძალიან გააბრაზა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი რეპრესიული კანონი იქნა შემოღებული იმისათვის, რომ პროტესტი არ გაგრძელებულიყო ქვეყნის მთავარ გამზირზე და არა მხოლოდ დედაქალაქში, ამის მიუხედავად მოქალაქეები ისევ დგანან. აქ ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიაზე დგომა და ფიქრობენ, რომ ქუჩის პროტესტით ისინი აუცილებლად მიაღწევენ გამარჯვებას, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ რუსთაველის გამზირზე დაიწყო. დრაკონულ კანონებს ყოველთვის პასუხობ ჩვენ შეუგუებლობით და ეს შეუგუებლობა გამოიხადა დღეს ჩემი და თქვენი აქ დგომით და ტროტუარზე დგავართ ჩვენ და ვიცავთ ჩვენ კონსტიტუციურ უფლებებს და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ძალიან მარტივია, ქართული ოცნება უნდა ეგუებოდეს, არა მონაკოდან შეფასებულ საქართველოს, არამედ საქართველოში რაც ხდება იმ რეალობას უნდა ეგუებოდეს და უნდა ხედავდეს, რომ 400 დღეზე მეტი ქართველი ხალხი ქუჩაში აპროტესტებს და ითხოვს კანონზომიერებას, ითხოვს ხელახალ არჩევნებს, ითხოვს პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებას და ითხოვს ქართული სამართლის აღსრულებას, რაც აუცილებლად აღსრულდება და ჩვენ ყოველდღიურად მაინც გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და სადაც ვიწროა იქ გაწეს, ვისი აჯობს ამასაც ვნახავთ. იწერება საერთოდ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია. უბრალოდ შეუძლებელია, როგორ შეიძლება ტროტუარზე დგომისთვის დააჯარიმო ადამიანი. რა ვიცი, მაშინ აიათოლოსკენ ავიღოთ, შემდეგ უკვე მაგალითი გული მისკდება იმ მოვლენების გამო, რაც ირანში ხდება, აი ამ ახალგაზრდობის გამო, წოხალ არც მძინებია, ხომ? რამდენი 1000 ახალგაზრდა ელოდება ხვალ განაჩენს. ვითი განსხვავდებიან იმათგან? აი ამ პროტესტის ჩაშლა რო უნდა და ის რომ ტროტუარზე ადამიანი არ უნდა დაადგეს და ამის გამო ადამიანს იჭერს ეს მოძალადე ხელისუფლება, ეს იმის ნიშანია, რომ როგორ ეშინია ამ პროტესტის ხელისუფლებას და ამ პროტესტში თუ როგორი ძალადებს, ზუსტად იმ არის ამით ნაჩვენები და ამიტომ პროტესტი უნდა გავაგრძელოთ, არ უნდა გავჩერდეთ და უნდა დავდგეთ ბოლომდე საქართველოს გამარჯვებამდე და არ უნდა მივატოვოთ ჩვენი სინდისის პატიმრები, არ უნდა მივატოვოთ ჩვენი ქალბატონები, მზია, ელენე, ყველა პოლიტპატიმარი. პროტესტი გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, სანამ არ იქნება მთავარი გამარჯვება მიღწეული. ყველა ამყოფი ადამიანი თანხმდება იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ახლა სინდისის პატიმრების თავისუფლება, რადგან ეს ადამიანები სრულიად უკანონოდ არიან მოთავსებული პენიტენციურ დაწესებულებაში, მათ წინააღმდეგ არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მათ ბრალეულობას დაადასტურებს. დღეს მსვლელობა არ იქნება, თუმცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია ტრადიციულად შაბათს ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება და შემდგომ უკვე პარლამენტთან დასრულდება.